პოლიციელს ხელი დაარტყა. პოლიციელს კი არ დაარტყა, უზნეო, გათახსირებულ არაადამიან, არაკაცს სილა გააცნა. იმიტომ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა ქვია, დაფიქსირება იმისი ხელი შეეხო თუ არა სახეს. მნიშვნელოვანია როგორ შეეხო და რატომ შეეხო და რას ნიშნავს. ეს იყო ჩვეულებრივი ქალისგან კაცის დაწუნება, მისი საქციელის დაწუნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ, ეს რაინდების ქვეყანა. ქალს, რომელსაც კაცს შეურაცხყოფა არაპატია და სილა გააცნა, ჩაუთვალა კრიმინალად და ლამის ისე მკვლელობის მცდელობად და აპირებს, რომ ასეთი ადამიანი ციხეში იყოლიოს დიდი ხნის განმავლობაში. ცილა, რომელიც მზია ამაღლობელმა ერთ ჯალად პოლიციელს კი არა, სისტემას გააცნა, ბიძინა ივანიშვილმაც უნდა იგემოს. როგორც უხეირო დიქტატორმა, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ნობელიანტი ჟურნალისტის მარია რესას წიგნი როგორ დავამარცხოთ დიქტატორი არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც სამოქმედო და გამომაფხიზლებელ სიგნალად დაგვიტოვა ჟურნალისტმა და სინდისის პატიმარმა ზია ამაღლობელმა. სწორედ ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის დაკავებას გამოეხმაურა. მარია რესას წიგნის პირველივე ფურცლებზე კი ვკითხულობთ. როდესაც სუპერგმირზე ფიქრობთ, შეიძლება არ წარმოიდგინოთ ქალი კალმით ან წიგნით ხელში. მაგრამ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ავტორიტარულ ქვეყნებში მუშაობენ, სუპერძალა სჭირდებათ. ისინი ყოველდღიურად თვალს უსწორებენ მათი რეპუტაციის და თავისუფლებისთვის შექმნილ საშიშროებას, ზოგჯერ კი სიკვდილის საფრთხეს. მარია რესა ერთ-ერთი მათგანია. ახლა ერთ-ერთი მათგანია ზია ამაღლობელიც. ეს რას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წესით კი არ არის მზია ამაღლობელი დასაჭერი, სისხლის სამართლებრივი წესით და ამას ხომ პოლიციელი დგებულაზე ვერ წყვეტს. ამას ხო ბიძინა წყვეტს ივანიშვილი. ის აძლევს ამ ბრძანებას. თუ ვერ გაბედავს, ვინ არის პოლიციელი, გინდა დგებულაძე, გინდა ბესელია, რომ ეს გადაწყვიტონ ბათუმში დამოუკიდებლად რა წესით დაიჭირონ და რა მეთოდით მზია ამაღლობელი. არა. მან ეს იცოდა და ის საგანგებოდ იქ იმიტომ იყო მისული. შემთხვევითი არ არის, რომ ჟურნალისტებს დაერინნენ ცემეს, გაუსწორდნენ და სხვა, ეს არ ხდება შემთხვევით. ასეთი რამ არ ხდება. შემთხვევითი არ იყო შეკრეთა და ის საშინელება, რაც ეკრანზე ვნახეთ, ჩვენ როდესაც ადამიანმა რაღაცა ვანდამისეული ორმაგი დარტყმის მეთოდით ქალი მოიქნია და ის ქალი ჟურნალისტი შემთხვევით გადარჩა. მას რომ წინააღმდეგობა გაეწია, ვერ გადარჩებოდა. არც ერთი დაკავებული ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმისთვის, მკვლელობის მცდელობებისთვის, მაგრამ სამაგიეროდ ჟურნალისტი ქალი გისოსებს მიღმა, წიგნით ხელში, გამაფრთხილებელი მზერით. კადრი, რომელიც ასე ზუსტად გვაგონებს პუტინის რეჟიმს, არ იწყება მზიას დაკავების წუთიდან, ანუ 11 იანვრის ღამის 11 საათიდან. ზია 11-ში მაქვს ბოლოს, ხო, გვიან საღამოს. იმის შემდეგ აღარ მაქვს კონტაქტი. გელამთიულიშვილი მზია ამაღლობელს დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა. მას მერე კონტაქტი გაწყდა. სურათის უკეთ აღსადგენად და აღსაქმელად 2000-იანი წლების საქართველოში უნდა დაუბრუნდეთ. მზია და ეთერი არიან ფუძემდებლები საქართველოში, საქართველოს რეგიონებში დამოუკიდებელი მედიის შექმნის. გაზეთის, ონლაინ მედიის, მათ ეს საქმე ჯერ კიდევ დაიწყეს აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის მმართველობის დროს. ბათუმელების პირველი ნომერი ასლან აბაშიძის აჭარაში 2001 წლის 26 მაისს დაიბეჭდა. სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. და უკვე მეოთხედი საუკუნეა, როგორც ბეჭდურ, ისე უფრო მასშტაბურ ონლაინ და მედია პლატფორმას ნეტგაზეთს ერთ ნომერში, ერთ სტატიაშიც კი არ უღალატია თავისუფალი, დამოუკიდებელი, უკომპრომისო ჟურნალისტიკისთვის. მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის პრესის თავისუფლების პრიზი. აქ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიებისთვის აღიარება ორგანიზაციისგან რეპორტიორების აზრებს გარეშე. და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის ნდობა, როგორც მედიამ, რომელიც არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა, არც ერთი პოლიტიკური გავლენის და ინტერესების გამტარებელი. არ დაარეგისტრირებინეს ეს გაზეთი ბათუმში.
ეს საოცრებაა, ხო, გაზეთი ბათუმელები არის დარეგისტრირებული ბრძანისის სასამართლოში თბილისში. რატო? იმიტომ რომ ასლან აბაშიძე ამას აუშვებდა. მას არ უნდოდა რომ მედია, დამოუკიდებელი თავისუფალი მედია, რაიმე პატარა კუნძულიც კი გაჩენილი ოჯახში. ასლან აბაშიძემ სცადა დაპატიმრება ორივესი, მზიასიც და ეთერისაც. იყო ტოტალური დევნა გაზეთში, ოფის ვერ ქირავდნენ, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო გაზეთი განთავსებული, იყო ხო ეს პერიოდი. დამოუკიდებელი გაზეთის გამოშვება ცოტა სკეპტიკურად კი შევხედე, მაგრამ დავთვალე და პირველი ნომრები ერთად გამოვუშვით. სადღაც 4 ადამიანი ვიყავით, რედაქტორები ჩვენ ვიყავით, ჟურნალისტები ჩვენ ვიყავით, მე მეხუთე შემოგვერთა, მე მეექვსე, მე თბილისში მომიწია წამოსვლა და ეს გაზეთი დავტოვე, მაგრამ ეს გაზეთი დარჩა, განვითარდა, გაუძლო ასლან აბაშიძის რეჟიმს, გაუძლო სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც ასევე საკმაოდ ცუდი მეთოდებით ებრძოდა მას, გვახსოვს ეს ყველაფერი და დარწმუნებულად გაუძლებს და გადაიტანს იმანიშვილის რეჟიმსაც. ეს რეჟიმები დასრულდნენ, ეს რეჟიმები დასრულდება, გაზეთი ბათუმელები იქნება, ნეტგაზეთი იქნება, თან არამხოლოდ განვითარდა ეს გაზეთი, არამედ იქცა სიმბოლოდ, ხო, ესეთი პატიოსნების ჟურნალისტიკაში, მედია სტანდარტის, მიუკერძოებლობის და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ ვერ იტანდნენ ყველაზე მეტად ვერ იტანდა ყველა ხელისუფლება ამ გაზეთს. ბათუმელების სანდოობა და ნეტგაზეთის ვფიქრობ, რომ დაიწყო მისი დაარსების დღიდან, 2001 წლიდან, როცა მზია ამაღლობელმა ეთერ თურაძესთან ერთად დაარსა ბათუმში დამოუკიდებელი გაზეთი იმ პირობებში, როცა აჭარაში იყო რუსული ავტოკრატიული ადგილობრივი ლიდერი ასლან აბაშიძის მმართველობა, ამ რეჟიმის საპასუხოდ დაარსა ეს გამოცემა და ამის შემდეგ მთელი 200 წლეულია ყველამ კარგად იცის ეს მათ შორის ხელისუფლებაშიც, რომ ამ გამოცემების უკან არ იდგა არც ერთი პოლიტიკური ან სხვა გავლენის მქონე ძალა. ამიტომ დასჭირდათ მათ ბათუმელების ნეტგაზეთის და მსგავსი გამოცემების გასაქრობად რუსული კანონი და რომლის ნაწილიც არის გაგრძელებაც და იმ პროცესების შედეგიც მზია ამაღლობლის დაკავება. ბათუმელების მთავარი პრინციპი ეყრდნობა ადამიანის უფლებებს, სიმართლეს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე იხსენებს ეპიზოდებს მზია ამაღლობელის უკომპრომისო ჟურნალისტული წარსულიდან. როცა ის და ეთერ თურაძე შევარდნაძის პოლიციაში შევიდნენ და უდანაშაულო კოლეგის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. სამართველოში ჟურნალისტი და იქ შედის მზია ამაღლობელი ეთერ თურაძე და ამბობენ რომ ჩვენ აქედან არ გავალთ, ან გავალთ ერთად, ან ყველანი ნაგვჭებით. ზვიად ცხადად ახსოვს, როგორ მოიქცა მზია ამაღლობელი, როცა სააკაშვილის პოლიცია ჟურნალისტს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდა. სისტემა კი მას ხელს აფარებდა. თვითონ ავარ შემსწრე, როგორ აი თვითონ, აი მართლა შიშველი ხელით, ერთი დიქტოფონით და ფოტოაპარატით, როგორ ეძებდა ამ ადამიანს და მიაკვლია თბილისში. ერთ-ერთ ქუჩაზე მის სახლში მივიდა და მეც იქ ვიყავი და სხვაებიც. და როგორ პირდაპირ ვისაზარი გაიყო კარი და იდგავს პოლიციელი. ერთადერთი ფრაზა თქვა და ეს ფრაზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მზია, შენ აქ რა გინდა? და ამ პოლიციელმა იცნო ეს. და მიხვდა რატომაც იყო მზია იქ. აბაშიძის, შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირება ამ რედაქციაში ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულზე გაჩერებას საერთოდ არ ნიშნავს. ნეტგაზეთი და ბათუმელები ყოველთვის არიან იქ, სადაც პირისპირ დგას უსამართლობა. მახსოვს ფოტოგრაფები როცა დააპატიმრეს, მაშინ მახსოვს როგორ აქტიურობდა პერსონალურად მზია ამ ფოტოგრაფების გამოსახსნელად მათი თავისუფლებისთვის და ორი დღეა ვეძებ ამ ადამიანებს. სულ მგონია რომ აი სადღაც გამოჩნდებიან. არ ვიცი რატომ მგონია, მაგრამ არსად არ ჩანან. სოციალურ ქსელში ამ დღეებში გამოქვეყნდა 2007 წლის კადრები. როგორ გააწნა სილა ერთ-ერთი ოპოზიციონერის მეუღლემ წინა ხელისუფლების პოლიციის მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას. მაკას ახურიასთვის მაშინ ბრალი არავის წაუყენებია. მეგის ქარდავა კი სხვა დანაშაულების გამო პატიმრობაშია. ზიას დაჭერის შემდეგ ნეტგაზეთის და ბათუმელების რედაქციაში მუშაობა გაორმაგებული ენერგიით და ბრაზით გრძელდება.
ბათუმელების ერთ-ერთი დამფუძნებელი ეთერ თურაძე ამბობს, რომ ელოდნენ დაჭერას. რუსული კანონის შემდეგ მზია კოლეგებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა. ამ ადამიანების აღვირახსნილობა და თავგადასულობა ბესელიად გებუაძეს, ნათელ მირონი რომ აქვს თვითონ ერთ შორის. ამ ადამიანების თავგასულობა ძალიან ბევრ მოქალაქეს შეეხო ამ ქალაქში. არ გამოვათ ეს სადამსჯელო ოპერაცია, დარწმუნებული ვარ. აუცილებლად მიიღებენ საკადრეს პასუხს, რაც არის კანონით გათვალისწინებული. აუცილებლად. ჩვენ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა განვიხილოთ რუსული კანონის კონტექსტში და სხვათა შორის მზია ამ რედაქციაში იყო აი პირველი ადამიანი, შეიძლება ითქვას, რომელიც ზუსტად საუბრობდა ამაზე, რომ ეს კანონი არის იარაღი მედიის წინააღმდეგ და ეს კანონი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ. იშლებოდა აქცია, ანუ არაფერი იქ თქვენს იღავთ, რა ვიცი, არაერთი კამერა იყო და უბრალოდ ეს იყო პოლიციის ქმედება. მე ამაში ვარ ხმადაწმუნებული. მზია ბათუმელების ჟურნალისტის თედო ჯორბენაძის თვალწინ დაიჭირეს. 11 იანვარს მზია ამაღლობელი ოფისში მუშაობდა, როცა პოლიციამ აქციაზე სრულიად უდანაშაულო ჟურნალისტი და უფლებადამცველი ციალა ქათამიძე სტიკერის დაკვრისთვის გააკავა. მან მაშინვე ოფისი მიატოვა და კოლეგასთან ციხეში შესასვლელად შეგნებულად წავიდა, ასევე სტიკერით ხელში. პოლიციასთან სტიკერი გააკრა და იცოდა, რომ მასაც ციალასავი დაიჭერდნენ. მზია ერთ საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, მაგრამ მან და ციალა ქათამიძემ პირადად ნახეს და მოისმინეს ის სისასტიკე, რაზეც აქამდე მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ. დერეფანში, სადაც აი წამიერად 10 წამის განმავლობაში ჩემს ოთახთან ჩამოიარა ამ პოლიციელების და დაკავებულების რაღაც მასამ და კარი იყო ღია, როცა დავინახე ირაკლი გებუაძე სახეზე ქონდა მიდებული მალხაზირემატისთვის ხელი და კარი დავიყვირი აქედან ირაკლი რასაკეთებ თქო და უძახე და კარი წამიერად დაიხურა და ეს ხმა რაღაცა კედელზე მინარცხების თუ იმის ეს გავიგონე. ვიცი, მე ვარ 37 წლის და დღემდე არ გამიგონია არც ერთ იმ საზოგადოებრივ წრეში, სადაც ყველგან ყოფილი ვარ, ხო, აი პატიმრებთან, სხვა ტიპის სხვა წრეებთან, სადაც შეიძლება გინება გამეკო და მსგავსი ფორმაციის და შინაარსის გინება, რასაც გამოიყენებდა ირაკლი გებუაძე, ფიზიკურად არ გამიგონია, შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი, ოღონდ ეს იყო გინება ყველას მისამართი, ვინც აქციებზე დგას და უშუალოდ მალხაზირემაძეს ეუბნებოდა, რომ მის ნიღბებს, მის ცეცხლოვან შოუს რაღაცა ამას უზამს, იმას უზამს, თვითონ მას საშინელება, საზიზღარი, არ ვიცი, მე დავინახე, როგორ შეიძლება ცოცხლად დავინახე არასდროს ცხოვრებაში, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი ღირსების შემლახავი სიტყვები ადამიანისგან ცოცხლად არ გამიგონია, არსად არ გამიგონია, რაც გავიგონე ირაკლი გებუაძისგან იმ დღეს. დავსვათ მოდი საკითხი ესე. რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა სილა გააწნას, ქალმა სილა გააწნას პოლიციელს, რომელიც სხვა 20 პოლიციელით არის გარშემორტყმული. ხო? მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის ღირსებას გათელავ, როცა მის პროვოცირებას მოახდე, ხო? არც ერთი ჯგუფმყოფელი ადამიანი პოლიციის უფროს ხელს არ გაარტყამს, და თან პოლიციის უფროს, რომელიც არის პოლიციელებით გარშემორტყმული, ხო? მან საკუთარი თვალით ნახა 34 წლის ირაკლი გებუაძე, რომელიც დემონსტრანტებს ცემდა, აგინებდა და შეურაცხყოფდა. აქცია უკვე იშლებოდა, როცა სამმართველოდან გამოსული მზიას თვალწინ ისევ დააკავეს მისი გუნდის წევრები. ამ დროს მოხდა ის, რის გამოც ახლა კეთილსინდისიერ მოქალაქეს და პრინციპულ ჟურნალისტს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა სისასტიკე იქ არ დასრულებულა. ჭყლეტაში მზიას ფეხზე გასძვრა. კომისია დაეცა, ფეხზე წაძვრა და მე ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია, ამიტომ ვიმეორებ ყველა მედიასთან და ფეხსაცმლის შეწოდებას როცა ფეხსაცმელი შევაწოდეთ, ფეხსაცმლის წაღებაზე უარს ამბობდნენ, ანუ უნდათ რომ ფეხშიშველი ყოფილიყო. ზოგადად ამ პოლიციურ სისტემებს ახასიათებთ ადამიანის დამცირება, ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ადამიანის დასამცირებლად, რომ მას არ შიშვლებენ, ანუ ხდიან. მზიას ფეხზე წამძვრალი რო იყო, უნდათ რომ ფეხშიშველი ყოფილიყო. ეთერ თურაძე 3 საათის განმავლობაში ითხოვდა მისი კოლეგის და მეგობრისთვის ფეხსაცმელები შეეტანათ და სამმართველოში ადვოკატები შეეშვათ.
სისასტიკის დეტალები იურისტ ნონა ქურდოვანიძეს უკვე მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიაში მოუყვა. რამდენჯერმე შეეცადა შესვლას და ფიზიკურ ანგარიშწორებამდე, იმიტომ არ მივიდა ეს საქმე, რომ შეაჩერეს პოლიციის სხვა თანამშრომლებმა, რომლებიც იქ იყვნენ და რამდენჯერმე გაიყვანეს იმ ოთახიდან, მოარიდეს იმ ოთახს, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა. თუმცა ამის მიუხედავად ის გასცემდა ბრძანებებს, რომ მზია ამაღლობელს არ მისცემოდა წყლის დალევის შესაძლებლობა, არ მისცემოდა პირველადი სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ეს გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად, მათ შორის ასევე ადგილი ჰქონდა სახეში შეფურთხებას, რაც არის დამამცირებელი მოპყრობის კლასიკური შემთხვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ადვოკატები ცდილობდნენ მზია ამაღლობელთან შესვლას, ისინი ელოდებოდნენ გარეთ, იქვე იყვნენ, ანუ რაღაც დრო კი არ დაჭირდათ დიდი, სანამ იქამდე მივიდნენ, იქვე იყვნენ და შეეძლოთ მაშინვე შესულიყვნენ და ცდილობდნენ პერიოდულად ატყობინებდნენ, რომ აქ ვართ და შემოგვიშვით. მზია ამაღლობელი თვითონ შიგნით ითხოვდა ადვოკატებთან შეხვედრას, მაგრამ ადვოკატებს არ უშვებდნენ და გასაგებია, რატომაც არ უშვებდნენ, იმიტომ რომ ირაკლი დგებუაძე იქ იყო უბრალოდ ფიზიკურად გასანეიტრალებელი, იმიტომ რომ ის იმდენად აგრესიულად იქცეოდა. ბათუმელების გადაღებულ კადრებში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომელიც მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის მუხლის გასამართლებით ემუქრება. კადრებში ჩანს მზია ამაღლობელი, რომელსაც ცალფეხზე არ აცვია. სასამართლო პროცესზე მოსამართლე სახელაშვილმა მოусმინა ყველას, მაგრამ მხოლოდ პროკურორების შუამდგომლობა გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა, მოტივით, რომ ის დანაშაულს ხელახლა ჩაიდენდა. მე არ გამოვიწყო არავის საპატიმრებას, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არ მახსოვს მესამე ხელისუფლებას მოვესწარი, უკვე სრულწლოვანი რაც ვარ მას შემდეგ და ასეთი უკონტროლო, ასეთი კონტროლს მიღმა, ასეთი აწყვეტილი მთავრობა და ხელისუფლება, თუნდაც არალეგიტიმური იყოს, არასოდეს არ მახსოვს. იმიტომ რომ ყოველთვის იყო რაღაც შესაძლებლობა ვინმესთან დაგადაპარაკა, რაღაც კრიზისულ კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება შეეცვალა, თან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზვიად ქორიძეზე მინდა გითხრათ. ეს ხო სპეციალური ამბავია. იმიტომ თუ საქართველოში არის ჩემი გალახვა შეიძლება ისეთები მithქვამს, მაგრამ ზვიად ქორიძე ხო კორექტულობის საზღვრის იქითაა. ზვიად ქორიძე რატომ უნდა გალახვა? აი რა დაუშავა მაგალითად, რა ფორმით გამოხატა პროტესტი, ისეთით, რომ არიქა მაინდამაინც ესეთი მხეცური ანგარიშწორება დაემსახურა. ხო, მაგრამ სწორედ ის უნდა გაილახოს. სწორედ ზვიად ქორიძე ყველაზე უფრო კორექტული ქორიძე უნდა გაილახოს. თორე ახლა ბანდიტები და ხუნვებინები გასალახები არიან, ეს ისეაც ცნობილია. ეს არის ბიძინას ბრძანებები. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი აზროვნება. მას გონია, რომ გალახული ადამიანი კომპრომეტირებულია. წაშლილია უკვე. ავტორიტეტი აღარა. ამიტომ ჩვენ ახლა დასკარნახოს ხვდებით, რომ უნდა გავლახოთ ბიძინა. და მორალურად ეს ასეც იქნება. პოლიციელებით გარშემორტყმულ პოლიციის უფროს იმის ნიშნად, რომ გონს მოიგე და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხეულის ენა, ხო? მზია სილა იყო მისი პროტესტი და მისი რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც იქ ხდებოდა და ამას ადასტურებს კიდეც მისი წერილით, რომელიც ციხიდან გამოგზავნა და სადაც წერს, რომ ეს არის შედეგი იმ ყველაფრის, იმ უსამართლობის, რაც ბოლო წლებია ხდება ქვეყანაში. მზიას გზავნილი რა იყო სასამართლოს ხდომაზე, მარია რესას ცნობილი წიგნი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. მარია რესას ეს წიგნი არის ფაქტობრივად პასუხი, კი ბატონო, რომ ჩვენ მედიას, თავისუფალ სიტყვას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას შეუძლია სისტემის და დიქტატურის დამარცხება მშვიდობიანად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის, მისი თანამშრომლებისთვის, ჩვენთვის როგორც ჟურნალისტებისთვის და მთლიანი საზოგადოებისთვის. მარია რესას წიგნს თუ დავესესხებით, არ არსებობს იმაზე დიდი ტირანია, ვიდრე ის, რომელიც კანონით არის შენიღბული და სამართლის სახელით მოქმედებს. იმ ხეცობასთან შედარებით ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ყველა ხელისუფლების, ყველა დანაშაული ჯამურად ერთ თვეში და მერე გააგრძელა მეორე და მესამე თვეში ბიძინა ივანიშვილმა. ყველაფერი წაშლილია.
არავითარი 7 ნოემბერი აღარ არსებობს, 26 მაისი არ არსებობს, როგორც მითოლოგიური ზღვრული მდგომარეობა. არა, ის აღმოჩნდა მხოლოდ საწყისი იმ სისასტიკისა, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო თურმე, უნდა დამთავრებულიყო ჟურნალისტის მკვლელობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სერიოზულად საფრთხეში ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ამას ყველაფერს შეიძლება მოყვეს ნომინალური გზა და შეიძლება ბიზნესა ევენიშვილმა ცუდად დაამთავროს ამ სიტყვის ძალიან ასე ვთქვათ ყოფითი მნიშვნელობით და ყველა ვარიანტში ცუდად დაამთავროს მეტაფორული თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეუძლებელია ქართველი ხალხი შეეგუოს იმას, რასაც ახლა ვხდებით.